რაიმე საშინელებათა ფილმის კადრი არ გეგონოთ. აი ამ ავტობუსში ახლა ბავშვები უნდა იყვნენ. ეს არის ჩოხატაური, დაბა ჩოხატაური და დღეს მთელ საქართველოში რო ბოლო ზარი დაირეკა, აი ამ სკოლაში სამწუხაროდ ბოლო ზარი ვერ დაირეკა. აქ ბავშვების ჟიამული უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2 წლის მანძილზე ქოცების უნიათობის წყალობით აქ ბავშვები დღეს არ არიან, გადანაწილებული არიან 2 სხვადასხვა სკოლაში, სხვათა შორის ის სკოლებიც და ის ტერიტორია, სადაც არის და ის შენობები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. 2 წლის წინ აი აქ გამოცხადდა ტენდერი, მოიგო ერთ-ერთმა კომპანიამ და გადაწყდა, რომ შენობა უნდა გაერემონტებინათ. თუმცა აღმოჩნდა გარკვეული ხნის შემდეგ, რომ სკოლა არ ექვემდებარებოდა რემონტს და უნდა დაანგრეულიყო. სხვათა შორის ეს ისტორიული შენობა არის, საუკუნეზე მეტი არის, რაც აქ დგას და ამის შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ სკოლის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, აქ მოსული თითქმის 2 წლის მანძილზე არავინ არ უნახავთ. თუმცა ერთი პატარა შუალედი იყო, როდესაც წინასაარჩევნოდ ვასილ ჩიგოგიძემ, რომელიც დელეგატი იყო გურის, დაიბარა სხვათა შორის პირადად სკოლის დირექტორი და სხვადასხვა მასწავლებლები და უთხრა და შეპირდა, რომ ამ სკოლას აუცილებლად გააკეთებდა ძალიან მალე. იმის შემდეგ გავიდა თითქმის 1 წელი და ხედავთ, რომ სკოლა ჯერ დემონტაჟიც არ დამთავრებულა. აქ დღეს ნახეთ ადგილზე ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების გარეშე შემოსასვლელსაც გაჩვენებთ, რომ არანაირი აბრაიქ არ არის, რომ აქ მიმდინარეობს დემონტაჟი და არ შეიძლება შესვლა. ასევე ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ამუშავებს აქ ის პირი, რომელიც გაგვეცნო ჩვენ როგორც იურიდიული პირი ვარო და ეს ტერიტორია. ბატონო, მე აბარია ყველაფერი. ეს ავტობუსი აკაურება. ვინც ასრულებს ამ სამუშაოებს, ამ დემონტაჟს, რომელი კომპანია ან ვის? ფიზიკური პირი ვარ. და ვინ ბრძანდების თქვენ? დათა ბოკუჩავა. კარგით, მადლობა ინფორმაციისთვის. რა არის, მე გავიგე, მოდი ხარ დასურათებთ გეკითხე. გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შრომის უსაფრთხოების ინსპექცია, პოლიციის გამოძახებაც დაგვჭირდა, იმიტომ რომ ზედმეტად აღელვებული იყო ეს იურიდიული პირი, ვინც ამ ადამიანებს ესე უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ამუშავებს აქ. ესე გამოიყურება კიდევ ერთი საქმე, რომელიც ქოცებმა არ შეასრულეს, თუმცა მილიონები ისევ შეჭამეს.